რაზეც ერდნენ ადამიანები ქაღალდის გამოგონებამდე. დამწერლობის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ეგვიპტელთა მიერ პაპირუსის გამოგონებამ, რომელმაც წერა გახადა გაცილებით სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი. პაპირუსს ერთგვარი ჭაობის მცენარისგან ამზადებდნენ. ამ მცენარის ღეროებს ჯერ წყალში ალბობდნენ, შემდეგ მწვანე კანს გააცლიდნენ, ზოლებად სიგრძეზე გაფსხმიდნენ, შემდეგ სველ ფიცარზე ერთმანეთის გვერდით მჭიდროდ დაალაგებდნენ და დააწებებდნენ, დატკეპნიდნენ, გააშრობდნენ. ამნაირად დამზადებული ფურცელი საწერად მშვენიერი იყო და სწორედ ამიტომაც ფართოდ გავრცელდა. ჭაობის მცენარეს, რომლისგანაც პაპირუსს ამზადებდნენ, ბერძნულად პაპირუსი ჰქვია, ქართულად ჭილი. საწერ მასალად ჭილის გამოყენების შემთხვევები საქართველოში დადასტურებული არ არის. მართალია ცნობილია ჭილზე ნაწერი ორი ქართული ხელნაწერი, მაგრამ ისინი დამზადებულია პალესტინაში. ერთი მათგანი შეიცავს დავითის საგალობლების ნაწყვეტებს და ამჟამად დაცულია სანქტ-პეტერბურგში, მეორე კი საგალობელთა კრებულია იადგარი და თბილისში ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ეს ხელნაწერი საკმაოდ დიდია, მაგრამ ყველა ფურცელი ჭილისა არ არის. მესამედზე მეტი ეტრატისაა, ამიტომ მე-10 საუკუნის ამ ძვირფას ხელნაწერს ჭილ-ეტრატის იადგარს უწოდებენ. შემდეგ ვიდეოში გაიგებთ, როდის და როგორ გამოჩნდა საქართველოში ეტრატი და მგელოდებით ჩემს გვერდზე.